ჩვენ საუბრობთ არჩევნებზე, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი, უნდა იყოს სამართლიანი, უნდა იყოს საერთაშორისო პრინციპებისა და მიდგომების შესაბამისად ჩატარებული ყველა ამ ტიპის არჩევნებს. ყველა იმ არჩევანს, რომელშიც ამომრჩევლის ნება იქნება ფარული, მაგრამ გამოხატული, აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში და ქვეყნის დემოკრატიული კულტურის შენარჩუნებაში. როდესაც ჩვენ საუბრობთ არჩევნებზე, აი ამ კრიტერიუმებს ძალიან დიდ ყურადღებას უნდა ვუთმობდეს. რაც შეეხება იმას, თუ უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა და ასე შემდეგ, ჩემი პოზიცია არის ის, რომ თუ ეს არჩევნები არ იქნება სიმულაცია, თუ ეს არჩევნები იქნება სამართლიანი თანასწორ პირობებში ჩატარებული, თუ ეს არჩევნები კითხვის ნიშნებს არ გააჩენს ამომრჩეველში, საზოგადოებაში, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ აი ამ კითხვის ნიშნების გარეშე ჩატარებულ არჩევნებში ალბათ ყველა ვისურვებდით, რომ მონაწილეობა მიიღოს ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა. ხოლო მაშინ, როდესაც ამის რისკები არსებობს, კითხვებზე პასუხები არ გაცემულა და ვისმენთ როგორც ბრალდებებს, ასევე არ ვისმენთ ამ ბრალდებების განმარტებებს, ან არ ვისმენთ ამ ბრალდებებზე პასუხებს, აი ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშნავს, კვლავ აქტიურ სტოვებს და სამწუხაროდ ძალიან რთული პოლიტიკური ვითარება იქნება, როდესაც ჩვენ საუბრობთ ახალ არჩევნებზე. მით უმეტეს აი იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რა ფაქტორებიც წინა წელს ჩატარებულ არჩევნებს ახლდა თავს და უწყვეტი პროტესტი, ამ პროტესტის უწყვეტობა მათ შორის გამოიხატება იმაში, რომ ეს მოთხოვნებიც უცვლელია. არსად არ წასულა, ხო? მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებასთან მიმართებით კვლავ ძალაშია.